ნავთობური წარმოშობის თხევადი საწვავების გარდა, თანამედროვე ავტომობილებში სულ უფრო ინტენსიურად გამოიყენება აიროვანი საწვავი. აიროვანი საწვავის გამოყენება გამართლებულია ეკოლოგიური მოთხოვნების თვალსაზრისითაც, რამდენადაც წვის შედეგად მიღებული მავნე ნივთიერებების შემცველობა გამონაბოლქვში შემცირებულია. აიროვან საწვავზე მომუშავე შიგაწვის ძრავების კვების სისტემის კონსტრუქციული პარამეტრები განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის აიროვანი საწვავია გამოყენებული. აიროვან საწვავზე მომუშავე შიგაწვის ძრავას საწვავის მიწოდების სისტემა, როგორც წესი, დუბლირებულია ბენზინის საწვავის მიწოდების სისტემასთან. აიროვან საწვავზე მომუშავე შიგაწვის ძრავას საწვავის მიწოდების სისტემის ძირითადი ელემენტებია: აირბალონები, სადაც აირი განთავსებულია მაღალი წნევის ქვეშ. მაღალი წნევის მილსადენები, რომლის დახმარებითაც აიროვანი საწვავი მიეწოდება რედუქტორს. რედუქტორში განთავსებულია აირის წნევის სენსორი, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება მიწოდებული აირის წნევა. რედუქტორი ამცირებს აირის პირვანდელ წნევას და აწვდის აირს საწვავის მიწოდების მაგისტრალს, რომელიც თავის მხრივ აღჭურვილია საწვავის წნევისა და ტემპერატურის სენსორით. აირის მიწოდების მაგისტრალიდან აიროვანი საწვავი მიეწოდება ელექტრომაგნიტურ ფრქვევანებს, რომლის მართვა სრულად უზრუნველყოფილია აიროვანი საწვავის მიწოდების სისტემის მართვის ელექტრონული ბლოკის მიერ. აღნიშნული ელექტრონული მართვის ბლოკი უზრუნველყოფს ინფორმაციის მიმოცვლას შიგაწვის ძრავას ელექტრონული მართვის ბლოკთან და შესაბამისად უზრუნველყოფს ძრავას ოპტიმალურ მუშაობას.